იდენტურია. მოცემულ შემთხვევაშიც ტელეკომპანია პირველის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 23 მარტის მოხსენებით ბარათის საფუძველზე. დეპარტამენტმა განახორციელა ამ წლის 20, 21, 25, 27 თებერვალს 2, 9, 10 და 11 მარტს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული ახალი ამბების შერჩევითი მონიტორინგი, რა დროსაც გამოავლინა მაუწყებლის მიერ ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის ინფორმაციის მიუკერძოებლად და ბალანსის დაცვით გავრცელების მოთხოვნების დარღვევის ჯამურად 18 შემთხვევა. მოხსენებითი ბარათის სადავო სიუჟეტების ამსახველი ბმულებით მაუწყებელს ჩაბარდა და შესაბამისად მისთვის ცნობილია საქმის დეტალები, ამიტომ დარღვევის ილუსტრაციის მიზნით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. მოგეხსენებათ, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დაუშვებელი ახალ ამბებში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, მოხსენებითი ბარათის მიხედვით მაუწყებლის მიერ პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამომხატველია ახალი ამბების პროგრამის პირველები, პროგრამის წამყვანისა თუ კორესპონდენტის მიერ წარმოთქმული ისეთი ფრაზები, როგორიცაა მაგალითად რეპრესიულ პოლიტიკოსთან, თუმცა ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა, ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა და სხვა. ასევე მოგეხსენებათ, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალი ამბების და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამის ციკლის განმავლობაში. მოხსენებითი ბარათის მიხედვით აღნიშნული დარღვევის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2026 წლის 9 მარტს ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების გადაცემაში პირველები გასული სიუჟეტი, სადაც წარმოჩენილია მხოლოდ ნარკოტესტის შედეგების გამო დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული პირის, სამოქალაქო აქტივისტისა და სხვადასხვა სპეციალისტის პოზიცია პროტოკოლის დარღვევის და პოლიციის მხრიდან ზეწოლის საკითხზე და არ არის წარმოჩენილი ალტერნატიული პოზიცია, რითაც დეპარტამენტის შეფასებით დარღვეულია მიუკერძოებლობის პრინციპი და არ არის დაცული ბალანსი. ასევე მოგეხსენებათ, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 52 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. მოხსენებითი ბარათის მიხედვით აღნიშნული დარღვევის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 26 წლის 10 მარტს ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების გადაცემაში პირველები გასული სიუჟეტი, სადაც მაუწყებელმა ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს გადაწყვეტილებას. გავრცელებული ინფორმაციით მაუწყებელი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სიუჟეტშივე ჩანს პროკურორის განცხადებიდან, რომელიც მხოლოდ მის მოლოდინს გამოხატავს, რომ განაჩენი გამომტყუნებელი იქნება. ჟურნალისტმა პროკურორის ნათქვამის კონტექსტი შეცვალა და მისი ნათქვამი უარყოფითად წარმოაჩინა. შესაბამისად, დეპარტამენტის შეფასებით სიუჟეტში ფაქტები ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაცვით არ არის გადაცემული. ეს გახლავთ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოკლედ. გთხოვთ მისცეთ შესაძლებლობა ტელეპიროლის წარმომადგენელს დააფიქსიროს თავის პოზიცია. რახანოური წარმომადგენელია, როგორც ხედავთ ტელეპიროლიდან, შევთანხმდეთ თავად, რომ პოზიციას ვინ წარმოადგენს? მე დავიწყებ და შემდგომ ნატალი დაამატებს და კიდევ ერთ-ერთი პიროვნება ჩაერთება როგორც მესამე დამოუკიდებელი პირი და არა კომპანიასთან დაკავშირებული. პირველ რიგში მეც ისევე როგორც ჩემმა კოლეგამ გასულ პროცესზე მეც დავიწყებ რაღაც პოზიციის გამოხატვით. პირველ რიგში მადლობა რომ გასულ კვირას გაითვალისწინეთ ჩვენი შუამდგომლობა და პროცესი გადაიდო დღევანდელი კვირისთვის და მე იმედი მაქვს რომ ის რაც ბატონმა თავმჯდომარემ ისაუბრა შეხვედრის დროს რამდენიმე კვირის წინ ეს რეალურად განხორციელდება და მართლაც ჩვენი ერთობლივი მიზანი იქნება მედია გარემოს გაჯანსაღება და არა ის რომ პროცესები ჩავატაროთ ფორმალურად, იმიტომ რომ 2 და 3 დღით ადრე განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის და ასეთი პროცესებისთვის მომზადება ეს არის შეუძლებელი და ჩვენი ასე თქვათ თხოვნაც იქნება და იმედი მაქვს საბოლოოდ გათვალისწინებულიც რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები ჩაინიშნება მინიმუმ ერთი კვირა მაინც უნდა გქონდეს ჩვენ მოსამზადებლად ისევ და ისევ იმიტომ რომ საერთო მიზანი იყოს მიღწეული. რაც შეეხება ახლა დღევანდელ განსახილველ საკითხებს ვიდრე კონკრეტულად დავიწყებდე თითოეული განცხადების გაანალიზებას და არგუმენტების წარმოდგენას, რატომ არ დაურღვევია ტელეკომპანია პირველსა და მის ჟურნალისტებს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, მინდა
განმარტო ის გენერალური პოზიცია, რომელიც თითოეულ სადავო განცხადებას ეხება და პირველი ეს არის, რომ როდესაც კომისია სურს, რომ კანონის დარღვევის იდენტიფიცირება მოახდინოს, აუცილებელია, რომ ყოველი კონკრეტული განცხადებისას მხედველობაში იქნეს მიღებული ყოველი განცხადების სრული კონტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ ვიცით, თქვენი რას მიიღებთ, თავად მტკიცებულებებიც კი, რომელიც გაგვიზიარდა ჩვენ როგორც ამ სავარაუდო დარღვევების მაიდენტიფიცირებელი, ესეც იმის ნიშანი არის, რომ 6 წუთიანი სიუჟეტიდან, როდესაც მხოლოდ 20 წამიან სიუჟეტს გვიზიარებს, როგორც დამადასტურებას კონკრეტული დარღვევის, ეს ნიშნავს, რომ კომისია თავიდანვე არასწორად ხედავს კონკრეტული დარღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელ პირობებს. Სადაც შეეხება მეორე საკითხს, განცხადებები და სიტყვები, რომლებიც არის საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული ფორმით და მოხსენიებული არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებსა და თუ რეზოლუციებში, და ეს ყველაფერი გამოიყენება მუდმივად, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, მათი გაჟღერება ვერ შეიძლება კანონის დარღვევად. ამიტომ აქედან გამომდინარე მე რაღაცნაირად დავაჯგუფე და შევეცდები ორ ჯგუფად ვისაუბრო კონკრეტულ გარემოებებზე. პირველი, მაგალითად, გავყვეთ სტანდარტს, რომელიც შეიმუშავა თავად მარეგულირებელმა კომისიამ და ინფორმაციას, რომელიც ასახულია კომისიის სახელმძღვანელოში, რომელზედაც ვთვლით, რომ აკლია საერთაშორისო პრეცედენტები, აკლია ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ და ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა მაინც ამ გარემოებებს გავყვეთ და ამის მიხედვითაც კომისიას წარუდგენთ, რომ მის გარემოებები, რომლებსაც დღეს კომისია მიიჩნევს, რომ არის სავარაუდო დარღვევა, რეალურად ამ სახელმძღვანელოს მიხედვითაც არ არის დარღვეული. პირველ რიგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით თქვენვე გაქვთ კომისიას აღნიშნული, რომ მეათე მუხლით გარანტირებული არის გამოხატვის თავისუფლება და ეს გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს როგორც მოსაზრებების, ასევე ფაქტების გაჟღერებას. თუმცა ამ შემთხვევაში ამ საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელებული ამბები თუ რომელიმე პირისთვის, ან პარტიისთვის, ან ასე შემდგომ არის მიუღებელი, ეს არ ნიშნავს, რომ იღება კანონი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის მოტივი, რის გამოდაც დღეს განვიხილავთ მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ კონკრეტულ განცხადებებს. კონკრეტული განცხადებები რა ფორმითაც არის სადავო და რა შინაარსის, სწორედ ამაზე მიგვითითებს ჩვენ. მათ შორის მაუწყებლის მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა ნიშნავს, რომ მიუკერძოებლობის პრინციპის შესაბამისად მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ზღუდავს მაუწყებლის შესაძლებლობას ახალი ამბებისა და ცალკეულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. ან და მიმდინარე მოვლენები გააშუქოს მიკერძოებულად საკუთარი შეხედულების მიხედვით. ანუ იმისათვის, რომ დადგინდეს კონკრეტული დარღვევა, აუცილებელია, რომ კომისია მიუთითოს, რაც ჩვენ ახსნაგანმარტებით ბარათში ჯერჯერობით ვერ ვნახე და იმედია გადაწყვეტილებაში მაინც იქნება ის დასაბუთებული, რომ კონკრეტულად განცხადება არის მოსაზრება ნიშნავს, რომ ის ვერ იქნება ფაქტის სახით აღქმული, ის ვერ იქნება დამტკიცებადი, შესაბამისად აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ გაჟღერდა მოსაზრებების საინფორმაციო გამოშვებაში. მათ შორის გამოიხადა პოზიცია, დამოუკიდებლობის ხელყოფა განხორციელდა, მაუწყებლის გამოყენება მოხდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე აზრის სახით ფორმულების დროს და ასევე უნდა მოხდეს თითოეულ შემთხვევაში შეფასება ინდივიდუალურად. ახლა შეეხება კონკრეტულად სადავო განცხადებებს, მაგალითისთვის განვიხილავ რამდენიმე დეტალურად და რამდენიმე შემდგომ უკვე ერთიანად შევაფასებ. მაგალითისთვის პირველი ეს არის 20 თებერვლის 11-დან 0 საათი სადავოდ არის გამხდარი ასეთი ფრაზა ოლიგარქის პარტია. რა თქმა უნდა, მსახიობებს აქვთ ეჭვი, რომ ოლიგარქის პარტიამ სიმბოლოებთანაც კი დაიწყო ბრძოლა. წამყვანი აჟღერებს განცხადებას, რომელიც უკავშირდება მსახიობებს. ეს არ არის მაუწყებლის მოსაზრება, ან ჟურნალისტის შეფასება. აქ არ არის გამოხატული მაუწყებლის რედაქციის პირადი დამოკიდებულება. იმისათვის, რომ ეს გარემოება ზუსტად შეეფასებინა მარეგულირებელ კომისიას, აუცილებელი იყო მთლიანი სიუჟეტის დეტალურად განხილვა. თუ თქვენ იმ ნაწილს განიხილავდით მხოლოდ, რომელიც ჩვენ გაგვიზიარეთ იმ 10 წამიან მონაკვეთს, სადაც ეს ფრაზა არის გაჟღერებული, თქვენ ვერ ნახავდით ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუს შემდგომში, სადაც ნანკა ამბობს, რომ აი სიმბოლოებსაც კი ებრძვიან თავისუფლების სიმბოლოს, რაღაცა ერთგულების სიმბოლოს, ანდრო ძალიან აღიზიანებდათ ეს ბანერი, ძალიან. აი ეს არის ციტატა ნანკა კალატოზიშვილის, რომელსაც შემდგომ იყენებს ჟურნალისტი. ანუ მაშინ, როდესაც კონკრეტულ განცხადებას მოსდევს ინტერვიუ კონკრეტული რესპონდენტის, რომელიც იმავე ფრაზას და იმავე შინაარსისას საუბრობს,
ეს ვერ იქნება აღქმული შემდგომ, რომ თითქოს ტელეკომპანიამ თავისი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე ან ჟურნალისტმა გაავრცელა რაიმე სახის მოსაზრება. ანალოგიურად შეგვიძლია დეტალურად გავყვეთ მეორე განცხადებასაც, რომელიც ასევე 20 თებერვალს არის 15:15 საათზე, სადაც არის გამختარი განცხადებები, ამიტომ ეჯგარეშია ახლა ყველასთვის, რომ ქართული ოცნება ამ ფორმით ცდილობს კრიტიკული ხმა ჩააქროს და არ მიეცეს მათ შორის არავის იმის უფლება, რომ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის, რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზოს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს. განცხადებების კომისიის მიერ შეფასებისას დგას ისევ და ისევ ის პრობლემა, რომელზედაც თავიდანვე ვსაუბრობდით. თუ მას კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეხედავს კომისია, ის ერთი შეხედვით შესაძლოა ჟურნალისტის ხატია სამხარაძის შეფასებად ჩანდეს, რომელიც გულისხმობს ყველა მოქალაქეს, საქართველოში არსებულ ყველა მოქალაქეს მაგალითად, მათ შორის საკუთარ თავსაც. როცა ამბობს, რომ ეჯგარეშია ახლა ყველასთვის, რომ და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, მაგრამ თუ მთლიან სიუჟეტს დეტალურად ნახავდა მანიპულირებელი კომისია, რამდენიმე წამით ადრე ჟურნალისტი საუბრობს ანდრო ჭიჭინაძის მეგობრებზე, მსახიობებზე, შესაბამისად ყველა იქ მყოფ მსახიობს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების ამ ფორმით მოქმედებები ნიშნავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. კერძოდ, სულ ცოტა ხნის წინ მსახიობები ავიდნენ თეატრში, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, თუმცა მათ ადგილზე არც ბანერი დახვდათ, არც მათი ჩამომხსნელი და მათ შორის არც ის გადაღება, რაც ამქმედებას დაედო საფუძვლად. ამიტომ ეჯგარეშია ახლა ყველასთვის და ასე შემდგომ გრძელდება. ანუ როცა მთლიან სიუჟეტს ნახავდა კომისია და გაანალიზებდა, იქ ასევე დაინახავდა, რომ ხატია სამხარაძე, ანუ ჟურნალისტი ამბობს, რომ მსახიობები ახლაც რჩებიან ადგილზე და ისინი ამბობენ, რომ და შემდგომ არის მათი ნათქვამის პერიფრაზი გაკეთებული. ასევე იხსენებენ იმ ფაქტსაც, ფიქრობენ, ანუ ყოველთვის მუდმივად მითითება არის მსახიობებზე. შესაბამისად, შეუძლებელია ჟურნალისტის მოსაზრებად ან ტელეკომპანია პირველის მოსაზრებად ჩაითვალოს ის გაკეთებული განცხადებები, რომლებიც რეალურად ეკუთვნის მსახიობს და ასევე ჩანს სიუჟეტში. ახლა დეტალურად ვარ გავყვეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 18-მდე სადავო განცხადება არის, გენერალურად შემიძლია საერთო პოზიციას წარმოგიდგინოთ, ის არის ის სადავო განცხადებები, როგორც არის მაგალითად ოცნების რუსი, ოცნების მინისტრი, ოლიგარქი და ასე შემდგომ და სინდისის პატიმრები, თუნდაც სიტყვები, რომლებსაც ხშირად კომისია მოიხსენიებს როგორც მოსაზრებებად, საინფორმაციო გამოშვებაში მოხსენებული არის არა როგორც ეპითეტი, ან აზრი, არამედ როგორც საერთაშორისო შეფასების ციტირება. საერთაშორისო შეფასების ციტირება კი ჩვენთვის მაუწყებლისთვის არის კონკრეტული დადგენილი ფაქტი. მაგალითად, ვენეციის კომისიის 2024 წლის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ მიღებული კანონმდებლობა ატარებს რეპრესიულ ხასიათს. ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მაგალითისთვის 2024 წლის 9 ოქტომბრის რეზოლუცია საუბარია პირდაპირ, რომ დემოკრატიულ უკუსვლაზე, ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებაზე. შესაბამისად, მაუწყებელი ახდენს ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული სამართლებრივი ფაქტების ტრანსლირებას. მაგალითად, როდესაც საუბარია ივანიშვილის პრემიერზე და ტერმინებზე, მაგალითად, მისი მართული, ეს არ არის არც ჟურნალისტის ვარაუდი, ეს არ არის ტელეკომპანია პირველი სარედაქციო პოლიტიკა, ეს არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც არის ფაქტის სახით. მაგალითისთვის, ამის მტკიცებულებებიც არსებობს, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის საჯაროდ გავრცელებული, ევროპარლამენტის ბოლო პერიოდის ყველა რეზოლუცია, მათ შორის 2024-ის, 25-ის და მათ შორის 2024 წლის 25 აპრილის ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს როგორც პირს, რომელიც ფლობს გადამწყვეტ გავლენას ხელისუფლებაზე. მათ შორის ტერმინი state capture, რომელიც შემდგომში დამკვიდრდა, რომელიც არის სახელმწიფოს მიტაცება და ხშირად გამოიყენება მათ შორის რეზოლუციებშიც, როდესაც მაუწყებელი ამბობს ივანიშვილის პრემიერის ეყრდნობა ამ დოკუმენტებით დადასტურებულ ოლიგარქიული მმართველობის ფაქტს. მათ შორის სინდისის პატიმრები და აქტივისტებზე ნადირობა. ეს განცხადებების ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით და მათზე ფიზიკური ანგარიშწორება დაფიქსირებულია საერთაშორისო ანგარიშებზე, რაც მათ შორის არის ფაქტის სახით. მათ შორის ეს არის Amnesty International, Human Rights Watch 2024 წლის ანგარიშები და ასე შემდგომ. ესე იგი, როდესაც ამ განცხადებებს ისმენს მაყურებელი და როდესაც ამ განცხადებების ანალიზს აკეთებს კომისია როგორც შეფასებების, ასეთ დროს ის აითვალისწინებს 2024 წლის 9 ოქტომბრის რეზოლუციას დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხების შესახებ, 2026 წლის მარტის
რეზოლუციას პოლიტპატიმრების შესახებ, ვენეციის კომისიის დასკვნებს, ეუთოდილის დასკვნებს, 2026 წლის იანვრის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ანგარიშს, 2026 წლის 12 მარტის მოხსენებით ბარათს, ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციებს და ასე შემდგომ. შესაბამისად, რომ შევაჯამოთ ის პოზიცია და თავიდანვე დავიწყეთ, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი დოკუმენტური სახით არის დადასტურებული, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის, ამ ფრაზების გამოყენება ვერ შეფასდება კერძო პირის, ჟურნალისტის ან კონკრეტულად მაუწყებლის პოზიციის გამოხატვად. რაც შეეხება მეორე და მესამე საკითხებს, რომლებიც ასევე სადაუარის ამასაც ამოვწურავ და შემდგომ დაიწყებს ნოდარი, რაც შეეხება საკითხის მიკერძოებულად წარმოდგენას და ბალანსის დაუცველობას. სიუჟეტში არ არის ალტერნატიული პოზიცია წარმოჩენილი, მაგალითად განათლების სფეროს წარმომადგენლის და მთავრობის წარმომადგენლის და არ არის პოლიციის კომენტარი. ამას ვკითხულობთ განცხადებაში, ახსნა განმარტებაში, რაც მიიჩნევა დარღვევად კომისიის მოსაზრებით და ამიტომ სიუჟეტი არის დაუბალანსებელია. მოკლედ რომ შევაჯამოთ თითოეულ მათგანზე, ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოხვდეს იმ 3, 4 ან 5 წუთიან სიუჟეტებში და ის იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, მათ შორის ბალანსი იყოს დაცული. ინფორმაცია, რომლის გაცემა შეეძლო იმ შემთხვევაში პოლიციელს, ეს ვიდეოს სახით, როდესაც პოლიციელი განმარტებას აკეთებს, უკვე მოხვდა სიუჟეტში. და ცალკე მოსაზრებების გავრცელებას, როგორც წესი, პოლიციელები ამბობენ უარს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მთავრობის წარმომადგენლის კომენტარიც უნდა იყოს, მაგალითად, მაშინ, როდესაც საუბრობენ განათლების რეფორმაზე, ამ დროს არ ვიცი მე ბატონი თავმჯდომარე, ვინაიდან ახალი დანიშნული არის, ამდენად იცნობს, მაგრამ ჩვენ კომისიაში არაერთხელ გვაქვს წარმოდგენილი განცხადება და საჯაროდაც გამიკეთებია ეს არაერთხელ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან ქართული ოცნების წევრები, მუდმივად უარს ამბობენ ტელეკომპანია პირველთან კომუნიკაციაზე, მუდმივად უარს ამბობენ ცალკე საკითხებზე ჩაწერაზე, მუდმივად უარს ამბობენ ტელეკომპანია პირველში ვიზიტებზე, მათ შორის დებატები, როდესაც იყო ჩასატარებელი არჩევნების დროს, მაშინაც კი ოფიციალურად მიმართავდით, მუდმივად უარს გვეუბნებოდნენ და მეტიც, როდესაც მნიშვნელოვან საკითხებზე ისევ და ისევ ბალანსის დაცვა გვინდოდა და უგზავნიდით განცხადებებს, რომლებიც ასევე წარმოდგენილი გვაქვს კომისიაში და ვთხოვდით, რომ მოდით ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმაც ისმოდეს ჩვენი ეთერიდან, ასეთ შემთხვევაშიც კი საერთოდ პასუხს არ გვცემდნენ. და როდესაც ამ ყველა გარემოებას ხედავს კომისია და ეს არ არის რაღაც მოგონილი ამის მტკიცებულებებიც არსებობს, იმაზე მსჯელობა, რომ ჩვენ ბალანს არ ვიცავთ, ან მიზანი არსებობს ბალანსის დაუცველობის, ეს თვალსაჩინო მიუღებელია ჩვენთვის და რა თქმა უნდა არ გინდება ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა და ბოლოს ეს არის ფაქტის შერევანი სიზუსტე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პოზიცია, მე ასე მგონია, თუ შეიძლება პოზიცია დავარქვათ კომისიის ახსნა განმარტებით ბარათს, რადგან ასეთი რამ იყო სადავოდ. მხოლოდ იმის გამო გამოკეთეს, რომ კედელზე გიორგი ანწუხელისის სტენსილს ხატავდნენ. საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს. ანუ ეს ორი საკითხი იყო, რომელიც ჯერ უნდა არ შეაფასა მაუწყებელმა, ასე მიიჩნევს კომისია და კომისიის შეფასებით მაუწყებელმა ინფორმაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს პირები იმის გამო დააკავა პოლიციამ, რომ მათ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სტენსილი დახატეს. მაუწყებელმა ისე წარმოაჩინა ინფორმაცია, თითქოს ისინი საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. ამ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანების დაკავებაზე და მით უმეტეს საქართველოში და მით უმეტეს ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტულად რა ფაქტთან დაკავშირებით, რომელ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან მიმართებით არის პიროვნება დაკავებული. როდესაც ამბობს ჟურნალისტი, რომ მხოლოდ ანწუხელიძის ნახატის დახატვის გამო დააკავეს, ეს ეხება მხოლოდ ერთ ფაქტს, რადგან მე მგონი გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ადამიანებს აკავებენ დღეს ტროტუარზე დგომის გამო, გზის გადაკეტვის გამო და მათ ბონუსად ყოველთვის აქვთ პოლიციელების დაუმორჩილებლობის მუხლი. შესაბამისად, საზოგადოებას აინტერესებს, მხოლოდ ერთ ფაქტთან დაკავშირებით არის პიროვნება დაკავებული, თუ არსებობს რამდენიმე ფაქტი. აქედან გამომდინარე, როდესაც ჟურნალისტი ამბობს, რომ მხოლოდ ანწუხელიძის ნახატის დახატვის გამოა დაკავებული ეს პიროვნება, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ფაქტია, რის გამოდაც მას ედავებიან კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აქ ჯეროვანი სიზუსტე სად დაირღვა, მე პირადად ვერ მივხვდი, ისევე როგორც მაუწყებელი და ასევე სამწუხაროდ დამჭა განცდა, რომ კომისია და იმ პიროვნებებმა, ვინც იმუშავეს ამ საკითხზე, აურიეს სიტყვების შემდეგ და შედეგად. როდესაც ჟურნალისტი ყვება და საზოგადოების ზეწოლაზე საუბრობს, ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ პიროვნების დაკავება მოხდა მხოლოდ ერთი ფაქტის გამო
და როდესაც ჟურნალისტი ცალსაღად ამბობს სიტყვას შემდეგ და არა შედეგად. სიტყვა შემდეგ არის ის, რაც ასახავს მიზეზ შედეგად მიზეზ-შედეგობრივად კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის. ხოლო, როდესაც არის გამოყენებული შემდეგ, ეს ნიშნავს ქრონოლოგიას. კომისიამ ისე წარმოაჩინა თითქოს მაუწყებელი ქმნის განცდას, რომ მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და ამის შედეგად გათავისუფლდა კონკრეტული პიროვნება, არა მსგავსი ტერმინი გამოყენებული არ არის სიუჟეტში. გამოყენებული არის საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს და თუ ქრონოლოგიას შეხედავს კომისია, ნახავს, რომ პიროვნება ხატავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩადის, ამას მოჰყვება შემდგომ საზოგადოების პროტესტი და ამას მოჰყვება ქრონოლოგიურად შემდგომ ამ პიროვნებების გათავისუფლება. ამიტომ სიტყვების შეცვლა და შემდგომ მის ნაცვლად შედეგად გაყვანა ეს რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ სავარაუდოდ შეიძლება მიზანი იყოს ისევ სამართალდარღვევის აღმოჩენა იქ, სადაც სამართალდარღვევა არ არის. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რატომ გათავისუფლდა კონკრეტული პიროვნება და მიზანზე მაუწყებლის რომ რაღაცის დამალვა სურს, თქვენ ამავე სიუჟეტში ნახავთ, რომ კონკრეტულად ის პიროვნება, ვინც დააკავეს და გამოუშვეს, სრულად ყვება რატომ გამოუშვეს. ის არ ამბობს, რომ ეს საზოგადოების პროტესტის გამო გამომიშვესო. ამიტომ რაც ისედაც ჩანს სიუჟეტში და ისედაც ახსნილია, მე არ მესმის ჯეროვანი სიზუსტის მუხლი როგორ უნდა იყოს აქ დარღვეული და ბოლო ნაწილი ეს საერთოდ რატომ მოხვდა ამ საკითხში ვერ ხვდები, რადგან ეს ეხება განცხადებას, როდესაც სადავო გახდა მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერც დაადეს, თუმცა პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება. შემდეგ არის ინტერვიუ პროკურორთან, რომელიც ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიცია არის ურყევი და უცვლელი. პირველ რიგში ბრალდების მხარის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გონივრული მოლოდინი აქვს გამამტყუნებელი განაჩენის და ამ ყველაფერს კომისია აფასებს შემდეგნაირად, რომ ინფორმაცია ისი არის წარმოჩენილი თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს გადაწყვეტილებას. შტაბ-ეჭვდილება იქნება თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის თუ რა იქნება გადაწყვეტილება და ჩვენ ახლაც როდესაც ვიხილავდით რა არის სადავო განცხადებები, აქ საუბარი იყო, რომ თითქოს პროკურორი და პროკურატურა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინა ჟურნალისტმა, რადგან შეუცვალა შინაარსი მის ნათქვამს. რეალურად მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც შედგა ეს აღნიშნული ახსნა განმარტების ბარათი, მის ავტორს აუცილებლად ეწოდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258 მუხლი. ან მინიმუმ ის შინაარსი მაინც ისის, რომ სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით. ანუ პროკურორი ვერ აცხადებს მას. ძალიან კარგად ეწოდება ასევე მესამე მუხლის მე-6 ნაწილი, სადაც არის, რომ ბრალდების მხარი არის გამამძიებელი და პროკურორი და ასევე 32 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პროკურორი სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ანუ ეს იქნება ეთერი, ეს იქნება სასამართლო თუ ასე შემდგომ პროკურორი მუდმივად ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი მტკიცებულებების სიძლიერე. და როგორ შეიძლება რომ სასამართლოს ნაცვლად პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება და ის აცხადებდეს განაჩენს. შენ როდესაც განაჩენამდე საუბრობ, რომ განაჩენი იქნება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი, რა თქმა უნდა, სწორი პერიფრაზია ჟურნალისტის მხრიდან და ფაქტების კონსტატაცია, რომ სასამართლოს მიერ კერძოდ მოსამართლის ნაცვლად ამბობ, რომ განაჩენი ასეთი იქნება. და აქ სად არის ნათქვამი, რომ იცის პროკურორმა წინასწარ რა განაჩენს გამოაცხადებს სასამართლო. როცა მე ადვოკატი ვარ და ვსაუბრობ, რომ განაჩენი იქნება გამამართლებელი, ეს რაც ნიშნავს, რომ მე როგორც ადვოკატმა ვიცი წინასწარ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ან რა გადაწყვეტილების მიღება დაავალეს სასამართლოს. მე როგორც ერთ რიგით მაყურებელს, პირიქით არა თუ დაამცირა ჟურნალისტმა პროკურორი, არამედ პირიქით მე გამიჩნდა განცდა, რომ პროკურორი ძლიერი ამ საქმეში და გამოდის და ამბობს, რომ ვიდრე გადაწყვეტილება იქნება, მანამდე მე ისეთი ძლიერი მტკიცებულებები მაქვს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი სასარგებლო იქნება. შესაბამისად, თლიანად რომ სადავო საკითხი შევაჯამო და ჩემი ნაწილი დავასრულო, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია თავდაპირველად, ახსენით უკვე რომ არ არის მოსაზრებები და ახსენით უკვე რატომ არ არის მოსაზრებები, ჯეროვან სიზუსტესაც შეეხება და ასევე მიკერძოების ნაწილს აქ უნდა დადგინდეს განზრახვა, როდესაც კომისიამ იცის წინაპირობები, რატომ არ არის ხოლმე გავრცელებული კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ქართული ოცნების წევრების კომენტარები კონკრეტულ სიუჟეტებში ამის წინაპირობები ძალიან კარგად ვიცით ყველა და როდესაც საუბარი არის ვინმეს მოქმედებების შედეგად შტაბ-ეჭვდილების შექმნაზე
ჩემი აზრით უნდა ვიხელმძღვანელოთ ობიექტური კრიტერიუმებით და არა იმით, მაგალითად, კომისიის ერთი წევრი როგორ დაინახავს მას, რადგან როგორც ჩანს, კომისიის ერთმა წევრმა დაინახა, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში დაკნინდა, მაგრამ მე როგორც მოქმედი ადვოკატი და მე ვიცი, რომ მან მოქმედი ადვოკატები მაგალითად სისხლის სამართალში არ არიან, მე როგორც ერთ-ერთი სისხლის სამართლის ადვოკატს მე პირიქით გამიჩნდა განცდა, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში ძალიან ძლიერია. ამიტომ რაღაც ობიექტური კრიტერიუმები უნდა დადგინდეს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელობს